თქვენი ციტატით დავიწყებ, თქვენ თქვით ასეთი რამ. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირ არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. რას გულისხმობთ? არ დაგიმალოთ პრეზიდენტის ცენზურას გავს ეს განცხადება? აქ არაფერ შუაში არ არის, არც ცენზურა, არც მუქარა ეს ტერმინიც იყო გამოყენებული. მე ძალიან მარტივად განმარტავ საზოგადოებისთვის რაში იყო საქმე. და დავიწყებ თავიდან. ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი, თვალსები 2 მარტი იყო. ბრიფინგზე ჩვენ განვაცხადეთ ის თუ რა ცვლილებების შეტანას გეგმავდით საქართველოს კონსტიტუციაში და ეს ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა იმას, რომ ასე ვთქვათ სპეკულაციები პრეზიდენტთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უადგილო და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები. ამის საპასუხოდ გამოვიდა მეორე დღეს პრეზიდენტი და მას სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ანუ რეალურად იმის საპირისპირო რამ თქვა, რეალურად რასაც ჩვენ საუბრობდით. ჩვენ თქვით, მოვიყვანეთ კონკრეტული არგუმენტები, რომლებითაც ვადასტურებდით, რომ მარგველაშვილის წინააღმდეგ, გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ არც ერთი ცვლილება არანაირი ფორმით არ იყო მიმართული და მეორე დღეს გამოდის გიორგი მარგველაშვილი და ამბობს ასეთ რამეს, რომ გუშინდელი განცხადება ბატონის სპიკერის არის დასანანი, ამ განცხადებამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს ჩვენ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან, არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთან. რაც იყო პირდაპირ ვიტყვი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. მე გავიხსენებ რა ვთქვით ჩვენ ბრიფინგზე. პირველი, ჩვენ ვთქვით, რომ 2018 წლის არჩევნები ჩვენი ამ ხედვის თანახმად ჩატარდებოდა პირდაპირი წესით, ანუ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ექნებოდა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, შესაბამისად ამ კუთხით არაფრით არ იზღუდებოდა მისი უფლებები, სტატუსს საერთოდ არ ვეხებით, ეს არის საერთო კონსენსუსის საფუძველზე შეჯერებული პოზიცია კომისიაში, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად, უმაღლეს მთავარსარდლად, წარმომადგენლად საქართველოსი საგარეო ურთიერთობებში და მესამე, ჩვენ პრაქტიკულად არ ვეხებით უფლებამოსილებებს, პრეზიდენტის კომპეტენციებს, მხოლოდ ვეხებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს არის აუცილებელი თავის დროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და რა ფარგლებშიც ეს არის აუცილებელი მკაფიო, ასე ვთქვათ, ზღურის გასავლებად პრეზიდენტისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებს შორის. რეალურად ამ განცხადებამ დაადასტურა ის, რომ არავითარ შემთხვევაში არც ერთი ცვლილება არ არის მიმართული კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი და მეორე დღეს გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და ის სრულიად შეგნებულად ცდილობს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აი რა შეიძლება ამას დავარქვათ? მე სამივე არგუმენტი ჩამოთვალე, ხო? რეალურად ყველაფერი ადასტურებდა იმას, რომ არავითარი საბაბიც კი არ დავტოვეთ ჩვენ ამის თქმის და მეორე დღეს გამოდის პრეზიდენტი და ის შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. შეგიძლიათ თუ არა ეს დამიდასტუროთ? ბატონო ირაკლი, ასეც არის თუ არა ეს შეგნებულად შეცდომაში შეგნებულად იყო თუ რატომ პრეზიდენტს აქვს მხოლოდ მომდევნო ჯერზე გენჯისყრის საშუალება და ეს უფლება მას რჩება, სტატუსი არ მცირდება, უფლებამოსილები არ მცირდება. პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ არის მიმართული. არის თუ არა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა? გთხოვთ პასუხს? მე ნუ შემაფასებინებ, ბატონო ირაკლი, მე ვერ ვიტყვი ეს შეგნებული შეცდომაში შეყვანა, მე ვერ შევაფასებ. ფაქტია, შეგნებული გერძე პრეზიდენტის იყო ეს რეალურად განცხადება. სინამდვილისგან ასდენელი აბსოლუტურად განცხადება. ბატონო ირაკლი, ვთქვათ პრეზიდენტმა ჩავთვალოთ თქვენ ასე თვლით და გააკეთა ასეთი განცხადება და თქვენ შესაბამისად თვლით და გაქვთ ამის უფლება, რომ თვლით რომ ის არასწორად მოიქცა და თუნდაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. დიახ, მეორე ეტაპზე. შემდეგ გამოიწვია უკმაყოფილება თქვენ მაგას პრაქტიკულად არაკორექტულად აკეთებს აბსოლუტურად არაკორექტულ განცხადებას და ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და გვაქვს სრულიად ცალსახად სპეკულირებასთან საქმე. ამასთან დაკავშირებით მე რა განცხადება გავაკეთე. უყურეთ როგორი სიტუაცია იყო კომისიაში. კომისიაში განვიხილეთ ჩვენ პრეზიდენტის არჩევის წესი და იქ განიხილებოდა არაპირდაპირ წესზე გადასვლა, ოღონდ არა შემდეგი არჩევნებიდან, არამედ იმის შემდეგ, ანუ ამაზე იყო საუბარი. რაც შეეხება პირდაპირ და არაპირდაპირ არჩევნებს, აქაც ხშირად გვესმის სპეკულაციები, ერთი და მეორე წესი არის ერთნაირად დემოკრატიული და ერთნაირად მოქმედებს დემოკრატიულ ქვეყნებში. კიდევ ერთხელ ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გრძელვადიანი ხედვა გვაქვს დაკავშირებული კონსტიტუციასთან.
კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს მხოლოდ გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე და არა კონკრეტულ სუბიექტებზე მორგებით, ხო? ამაზე ხო ვთანხმდებით. შესაბამისად, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გრძელვადიანი ხედვა, რომლის მიზანიც არის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური საფუძვლის ჩაყრა. ამ ხედვის თანახმად ჩვენ ვაყალიბებთ საპარლამენტო ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მართლობის სისტემას და ამ სისტემის ერთ-ერთი კომპონენტია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები. გვაქვს ასეთი სისტემები გერმანიაში, უამრავ სხვა ქვეყანაში, რომელიც მოქმედებს დემოკრატიულ სივრცეში. ანუ გადაწყვეტილება გრძელვადიანი არის ასეთი. ჩვენ გადავდივართ ჩვენ ვაყალიბებთ სულთა საპარლამენტო სისტემას და ერთ-ერთი კომპონენტია ამის არაპირდაპირი არჩევნები. თუმცა კომისიაზე გაჟღერდა ასეთი პოზიცია, ვინმე რომ არ ჩათვალოს, რომ ამ შემთხვევაში ეს ცვლილება ემსახურება პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის უფლების არ მინიჭებას, რომ გენჯი იყაროს შემდეგ არჩევნებში, ხომ არ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, რომ ჯერ ჩავატაროთ გაისად პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. ანუ ამ შემთხვევაში შემოვიდა პერსონალური ფაქტორი მსჯელობაში. ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ არავის რო არ ქონოდა იმის თქმის საბაბიც კი რომ რაიმე კეთდება მოქმედი პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ ჩვენ შევთავაზეთ კომისიას ასეთი რამ რომ ჩვენ კი ბატონო გვაქვს გრძელვადიანი ხედვა ჩამოყალიბდეთ იმაზე რომ გადავდივართ ამ სისტემაზე თავისი არაპირდაპირი არჩევნები თუმცა ვიზიარებთ ჩვენ კომისიის შესაბამის წევრთა მოსაზრებას და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ რომ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით არჩევნები ჩატარება. ანუ კიდევ ერთხელ კომისიის წევრთა დიპლომატებთანაც ჰქონდა შეხვედრა და იქაც გაჟღერდა ეს ინიციატივა. ანუ ჩვენ გვითხრას ესეთი რამ რომ კი ბატონო გრძელვადიანი ხედვა ერთია, მაგრამ ამ პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით იქნება 2018 წელს ჩავატაროთ ჩვენ პირდაპირი არჩევნები. ბატონო ირაკლი, ჩვენ ეს პერსონალური ფაქტორი გავითვალისწინეთ, ამის საფუძველზე გავაკეთეთ ეს შეთავაზება. რა თქმა უნდა, ამოცანა აქ რა არის, რომ სპეკულირება არ უნდა გაგრძელდეს ამ თემებზე, მაგრამ ჩემი განცხადება რაც ეხებოდა, თუ სპეკულირება მაინც უნდა გაგრძელდეს, თუ ჩვენ კორექტულ მიდგომას არაკორექტული მიდგომა უნდა დახდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე უკეთ ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებს. ძალიან მკაფიოდ ითქვა ეს ჩემი მხრიდან და სამწუხაროა პრინციპში მე ვერავის ვერ დავაბრალებ სპეკულაციებს, მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან გახდა ეს განცხადება სპეკულაციების საგანი და ესენი იყვნენ ნაციონალების წარმომადგენლები. სხვა სპეკულირება ამ თემაზე არ დაუწყია. მხოლოდ მათი მხრიდან იყო სპეკულაციების საგანი, ყველა დანარჩენი მიხვდა ზუსტად იმას, თუ რა იგულისხმებოდა ჩემ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ხედვა, არც ერთ პერსონაზე მორგებით არ იცვლება კონსტიტუცია, ჩვენ პირიქით არის აქ საქმე. კონკრეტულ პერსონალურ ფაქტორს ვითვალისწინებთ და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ 2018 წელს შეიძლება ჩადარდეს პირდაპირი არჩევნები, თუმცა თუ ეს პერსონალური ფაქტორი გამოირიცხა, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ გრძელვადიან განვითარებაზე, რომლის საფუძველზეც ვაყალიბებთ სისტემას კომისიის მუშაობის ხარჯზე.